Biznes კურიერის საცალო ვაჭრობის ბაზარზე მიმდინარე დრამატული მოვლენებით განვაგრძობთ, სადაც ორი უმსხვილესი ქსელი, პოპული და გუდვილი წამოქცევის პირასაა, ისინი ასობით მიმწოდeblis წინაშე აღებულ ვალებს ვერ აბრუნებენ. გუდვილის ნაწილი მისმა უმსხვილესმა მევალემ TBC ბანკმა იყიდა და სავაჭრო ქსელს მუშაობის გაგრძელების უფლება და საშუალება მისცა, რომ დანარჩენი ვალები დააფაროს. თუმცა ახლა გუდვილი და მისი შვილობილი მარშე უჩვიან TBC-ს, რომ წილი იძულებით იაფად წაართვეს, თორემ სამართლიანი გარიგების შემთხვევაში ყველა ვალი დაიფარებოდა. ბრალდებას TBC-ში აბსურდულს უწოდებენ. ამ სარჩელი საფუძველი გახავთ ის, რომ TBC ბანკმა დაახლოებით 53 მილიონით უფრო იაფად დაისაკუთრა მარშეს გონება. რაც შეეხება გუდვილის შემთხვევაში ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და ითვლიან რა არის ზიანი, რაც გამოწვეული იქნა გუდვილის ქონების და იაფად დასაკუთრებით. გულისხმობენ საბაზრო ფასთან 3-ჯერ 4-ჯერ უფრო იაფ ციფრს, რაც TBC-მ განსაზღვრა თვითონ და აიძულა კომპანიები, რომ ამ ფასში დაეთმოთ ბანკისათვის ეს ქონება. ეს რო ასე არ მომხდარიყო და სამართლიან ფასში წაეღო TBC ბანკს ეს ქონება, TBC-ის წინაშე ვალდებულება კომპანიებს არ ექნებოდათ. და დღეს გადახდის უნარობის წინაშე აღარ იდგებოდნენ, ვინაიდან კომპანიები უკვე შეძლებდნენ თავიანთი თავის მომსახურებას იმ ფინანსური რესურსით, რაც გააჩნიათ თუნდაც დღეს. რესურსის გაცემა მოხდა არა მარშეზე, არამედ გუდვილსა და მარშეზე ერთობლივად. და ეს კონტექსტიდან ამოგლეძილად ვერ იქნება ბუნებრივია განხილული. და ვერ შეიძლება არ შეიძლება ვისაუბროთ რაღაცა აქტივების ნაწილის ღირებულებაზე, როდესაც საქმე ეხება კომპანიის საქმიანობას. შესაბამისად, TBC ამას უყურებს რომ გაცემულის 80 მილიონიდან დაიფარა 62 მილიონი ვალდებულება ამ ქონების საფუძველზე და რაც შეეხება ფასის საკითხსაც TBC დღესაც მზად არის რა ფასადაც განმოფორმა მოხდა იმავე ფასად ან მოვალეს დაუბრუნოს ან ნებისმიერ სხვა მყიდველს დაინტერესებულ მხარეს. რაც შეეხება 500-მდე დისტრიბუტორის 24 მილიონიან დავალიანებას. გუდვილში აცხადებენ, რომ 5 წლის განმავლობაში თანდათანობით დაფარავენ ამ ვალს, რადგან კომპანია ყველაფრის მიუხედავად მაინც მაღალ მოგებაზე მუშაობს. კომპანიათა დავალიანების გასტუმრება დაიწყება პირველივე წლიდან, ჩვენ ვარაუდობთ, რომ მომავალი წლის მეორე ნახევრიდან მოხდება ეს პროცესი გრაფიკის შესაბამისად. დაახლოებით 5 წელიწადში კომპანიებს ექნებათ თავიანთი მოთხოვნების დიდი ნაწილი დაკმაყოფილებული. ანუ რას გულისხმობთ, რაც იქნება პროდუქცია ქსელში, მხოლოდ ამის ვალდებულება ექნება გუდვილს. რაც შეეხება პოპულს, ის ამ დღეებში ფუდმარტმა იყიდა და წინა ვალებზე უარი განაცხადა. მევალები აცხადებენ, რომ პოპულს მფლობელი არ შეცვლია, უბრალოდ მათი გადაგდება გადაწყვიტა. და რატომ გაჩნდა ასეთი იდეა? საჯარო რეესტრის მონაცემებით 2013 წლის 26 თებერვალს პოპულის აღმასრულებელი დირექტორი ესპენ ემბორგი იყო და იგივე პიროვნება გახდა ფუდმარტის აღმასრულებელი დირექტორი 2013 წლის 9 დეკემბერსაც. ამას გარდა საფუძვლებიდან ჩანს, რომ 2013 წლის 12 სექტემბერს პოპულის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არმან ფომიჩევი იყო, ხოლო საბჭოს წევრი მერი ჩაჩანიძე. იგივე პიროვნებები უკვე 8 ნოემბრის დოკუმენტში იგივე რანგში ირიცხებიან ფუდმარტშიც. და რას ნიშნავს მოვლენათა ასეთი განვითარება ასობით მევალე დისტრიბუტორისთვის, ამას ახლა ბონდო ყიფიანი კომპანია გრანდის იურისტი გვეტყვის. სამწუხაროდ პირდაპირ ეთერში ამ თემაზე საუბარი პოპულის ახალმა მფლობელმა ფუდმარტმა არისულა. მოგესალმებით ბატონო ბონდო. და ის რა მაინტერესებს, თუ კი თქვენ ეჭვი გაქვთ და საუბრობთ და მიუთითებთ იმაზე, რომ საჯარო რეესტრის თანახმად მფლობელები ფაქტობრივად არ შეცვლა, ისევე როგორც აღმასრულებელი დირექტორი ამ კომპანიის, არადა წინა ხელმძღვანელობასთან ბუნებრივია კომპანიას ჰქონდა ურთიერთობა და პრეტენზიებიც. დღეს იგივე ხალხს რომ ხვდებით, თქვათ ამ კომპანიაში, რას ამბობენ ისინი? ახალი წარმომადგენლობა ამბობს, რომ ძველი ვალების გადახდას არ აპირებს, თუმცა ჩვენ ფუდმარტთან პირდაპირ კავშირი არ აგვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დავალიანება გააჩნია მხოლოდ სააქციო საზოგადოება პოპულს, უბრალოდ ფუდმარტთან გავედით იმის გამო, რომ ჩვენ ხელთარსებული ინფორმაციით საჯარო რეესტრის ბაზაზე დაყრდნობით მოხდა ქონების გადაფორმება, სადღაც 2 მილიონ 200.000 ლარის ღირებულების ქონება გადაფორმდა და ჩვენ გვიჩნდება კითხვის ნიშნები, როგორ მოხდა ისე, რომ კომპანიას, რომელსაც 10.000-ობით კრედიტორული დავალიანება გააჩნია, მოახდინა ასე უსასყიდლოდ, პრაქტიკულად ჩუქების სახით ამოდინა ღირებულების ქონების გადახდა. გარდა ამისა, თუმცა თქვათ ფუდმარტს ჩვენ ვესაუბრეთ და მან თქვეს, რომ მათ 10-ობით მილიონი გადაიხადეს ამ კომპანია, ანუ გარიგებაში და ეს არ იყო უსასყიდლოდ გადაცემა, თქვათ. ეს თანხა არსად არ ჩანს. კომპანია არ იმყოფება არც გადახდის უნარობის საქმის რეჟიმში, არც გაკოტრების რეჟიმში, სამოსად ჩვენთვის უცნობია ეგ საკითხები. ჩვენ გვიდა უბრალოდ ყურადღება გავამახვილოთ, რომ
პოპულს აქციო საზოგადოება პოპულში, ვინც იყო დირექტორი თვეების განმავლობაში, იგივე ადამიანი ირიცხება, ეს არის ემბურგი, ირიცხება ფუდმარტის დირექტორად. ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, რომლებიც იყვნენ სააქციო საზოგადოება პოპულში, თვეების განმავლობაში ახლა ირიცხებიან ფუდმარტის სამეთვალყურეო საბჭოს. თქვენ ხო გაქვთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია, თქვათ, ეხლა ან თუ ტელეფონით მაინც არ ცდილობთ ამ თქვათ აღმასრულებელ დირექტორთან დაკავშირებას, ან დღეს რას გეუბნებათ ის პირადად თქვათ შეიძლება როგორც ახალი კომპანიის ხელმძღვანელი არ ცნობს ამ ვალებს, მაგრამ ის როგორც წინა კომპანიის ხელმძღვანელი, აი თქვათ რას გეუბნებათ? აქ საუბარი არის ბატონო აკაკი, რომ კომპანია ახალი და ძველი ეს არიან ერთ და იგივე პიროვნებები, არც ერთი და არც მეორე არ აპირებს აღებული ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ მრავალჯერ მოხდა დათმობაზე წასვლა, მიუხედავად ამისა, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მასე ფარული გარიგებებით მოახდინოს ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდება. თუმცა ჩვენ ინტერესი აში გამოიხატება. ჩვენ დაწყებული გვაქვს სამოქალაქო დავა ამ კომპანიასთან, კონკრეტულად სააქციო საზოგადოება პოპულთან და შევეცდებით ჩვენი ინტერესების დაცვას სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით. ანუ ფუდმარტთან თქვათ ლეგალურად თქვენ არ შეიძლება რომ გქონდეთ პრეტენზიები, ხო? ფუდმარტთან არა გვაქვს, უბრალოდ გვაქვს იმდენად, რამდენადაც პოპულმა უსასყიდლოდ გადაცა ფუდმარტს ქონება, ანუ მთლიანი უძრავი ქონება, ეს საუბარია 8 უძრავ ნივთზე, რომლის ღირებულება აღემატება 2.200.000 ლარს. თქვენი ვალი რამდენი აქვს? ჩვენი მილიონი, ჩვენი მიმართ დავალიანება ერიცხება 80.000 ლარის ოდენობით, თუმცა ჯამში ამასთანავე პოპულთან ერთად, როგორც გითხარით, დავალიანება ერიცხება გუდვილსაც და მათი ოდენობა შეადგენს ჯამში სადღაც 180.000 ლარს. თუ კი და თქვათ, ნუ ისე მოხდა, რომ საბოლოო ჯამში ამ სქემამ თქვათ, ალბათ თუ კარგად იმუშავა და ეს ვალები ჩამოიწერა ან გაქრა, ანუ ოშტყვოში თქვენ ვერ დაგიბრუნდათ. ეს კომპანიისთვის რაღაც ტრაგიკული მნიშვნელობის არის. რა თქმა უნდა, უკვე დღეის მდგომარეობით ბატონო აკაკი, ეს შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მივიდეს. საუბარი არის კომპანიაში დასაქმებულ 60 ადამიანზე. ამასთანავე ჩვენი კომპანია ყოველთვიურად სადღაც 80.000 ლარამდე იხდის ბიუჯეტში თანხას და რა თქმა მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში სადაც პრობლემები არის დასაქმების კუთხით 60 ადამიანის და შესაბამისად მათ უკან მდგომი ოჯახების სამსახურის გარეშე დატოვება ძალიან რთულად დააწვება ქვეყნის ეკონომიკას, ასე მიგვაჩნია. გარდა ამისა, ბატონო ბონდო, ასევე საინტერესოა, რას გეუბნებიან ეს ადამიანები ახლა უკვე ახალ ამპლუაში ფუდმარტში, ანუ თუ ჩემი კითხვაც ეგ იყო, თქვა, აი არ ქონიათ კონტაქტი მას შემდეგ, რაც შეეძლო. ჩვენ გავედით კონტაქტზე, ქონდა საუბარი, უბრალოდ აქ მიდის და თუ კი ფუდმარტი თქვა ახლა იწყებს საქმეს, ბუნებრივია მას დაუდგება საკითხი, რომ შეავსოს თაროები დისტრიბუტორებიდან. ბატონო აკაკი, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ კომპანიას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაელოდოს წლებში გაწერილ ვალდებულებების შესრულებას. იმიტომ რომ აქ საუბარი არის, რომ ჩვენ მუშაობთ კრედიტზე, გამოტანილი არის 10,000-ობით ლარი ბანკებიდან. ამასთანავე ჩადებული არის კომპანიის დამფუძნებლების უძრავი ქონება, ამასთანავე ჩვენი შეპესეს ქონებებიც და ეს ყველაფერი დგება რისკის წინაშე. თუ ჩვენ ვერ შევასრულებთ ჩვენ ვალდებულებებს მოუწოდებლებთან, ასევე ბანკებთან, რომელთანაც კრედიტი გვაქვს, როგორც გითხარით, გამოტანილი, ჩვენ შეგვექმნება ძალიან დიდი პრობლემა და ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ წლების განმავლობაში დაველოდოთ შესრულებულ ვალდებულებებს. და თქვენ აირჩიეთ სასამართლოს გზა, ხო? თქვენ დაიწყებთ ამ პროცესს. ჩვენ დაწყებული გვაქვს უკვე სამოქალაქო დავა, როგორც გითხარით, შეტანილია სარჩელი, სააქციო საზოგადოება პოპულის და ფუდმარტის წინააღმდეგ. ამასთანავე ვაპირებთ ჩვენ ინტერესები დავიცვათ სიცხლის სამართლებრივი კუთხითაც, რადგან არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნები, რომელიც ბადებს ეჭვს, რომ აქ საქმე არის ვალდებულებისგან თავის არიდებასთან და არანაირად ქონების გადაფონება და ასე შემდეგ. როგორც გითხარით, ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება კომპანიას, რომ როდესაც ამოდენა დავალიანებები აქვს კრედიტორული, მოახდინოს ასე უსასყიდლოდ ქონებების გადაცემა. ფუდმარტი რას გეუბნება? თქვა, თუ ქონდათ საუბარი მათთან თქვენი პროდუქციის მიწოდებაზე. რა სქემას თავად? ანუ აი რა არის ახალი სქემა მაშინ? ფუდმარტი საუბრობს, რომ ეს ვალდებულების შესრულება უნდა გაიწელოს დროში, სადღაც საუბარია 4 და 5 წელზე. ამასთანავე ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს პროდუქციის შეტანა, აშეტანის საკითხი. მე გავაგრძელებ კიდევ არ დამისრულებია, რაც შეეხება გუდვილს. როგორც გითხარით, გუდვილი სამართლებრივად იმყოფება გაკოტრების რეჟიმში, მის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუნარობის საქმის წარმოება და ჩვენ მიერ მრავალჯერ მოხდა დათმობაზე წასვლა კონკრეტულად სააქციო საზოგადოება გუდვილთან. აქ საუბარი იყო, რომ უნდა გაწერილიყო ვადაზე, შედგარი არის კიდევაც გრაფიკი, რომლის მიმართაც
რომლის მიხედვითაც უნდა გადაეხადათ რაღაც რამოდენიმე თვეში, დაწყებული იყო კიდევაც აღსრულების რეჟიმი, უბრალოდ ჩვენ დავთმეთ, ჩვენ წავედით დათმობაზე სწორედ იმის გამო, რომ ხელი არ შეუშალეთ მათ სამეწარმეო საქმიანობაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მარშეს და ასევე გუდვილის დირექტორატი, ხელმძღვანელობა, ვინც ფლობს წილებს ამ საზოგადოებებში, მიუხედავად ამ პრობლემებისა, იღებდნენ გარკვეული სახის დივიდენდებს, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებს ანუ ეხლა ბოლო პერიოდში, ხო? მაგას საუბრობთ. აი ისინი არ უარყოფენ, კომპანია აცხადებს, რომ ის მოგებაზე მუშაობს, მაღალ მოგებაზე და აქვს სრული უნარი, რომ დაფაროს ეს ვალები 5 წლის განმავლობაში თანდათან. მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ეს სქემა დაირღვა უკვე. არა? რა თქმა უნდა, სქემა დაარღვეულია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ყველაფერს გარდა სამოქალაქო ემართულებით დავისა, პასუხი უნდა გაცეს საგამოძიებო ორგანოებმა. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ აპირებთ, რომ თქვათ დავა გადაიტანოთ რაღაც სამართლებრივ რეჟიმში? რა თქმა უნდა, დავა უკვე გადატანილია, შეგახსენებთ ბატონო აკაკის, სისხლის სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით მიმდინარეობს დავა, შეტანილია სარჩელი სამოქალაქო. კი, ეს გუდვილთან ვიცით, ხო, და ეს არის რეაბილიტაციის რეჟიმში გადასული, მაგრამ აი არა, პოპულთანაც გვაქვს დაწყებული და მათ შორის ფუდმარტთანაც. კეთილი. დიდი მადლობა ამ თქვათ ინფორმაციისთვის და კითხვების დასმისთვის. ფუდმარტმა ამ კითხვებზე პასუხი თქვათ მართალია ეთერში მოსვლით არ გაგვცა, მაგრამ გაგვცა სიუჟეტის ფორმატში, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. კომპანია არ აღიარებს პოპულის ვალებს, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლოა მათი ნაწილი მაინც გაისტუმროს რამდენიმე წლის შემდეგ, თუ კი ამ პერიოდში მევალები პროდუქციის მიწოდებას განაგრძობენ. დღეიდან თბილისში ახალი სავაჭრო ქსელის ფუდმარტის 7 მაღაზია გაიხსნება. ფუდმარტი პოპულის მაღაზიათა ქსელს ჩაანაცვლებს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა დაკეტილია. როგორც ფუდმარტის მენეჯმენტში აცხადებენ, პოპულისა და იულის აქტივები სრულად შეისყიდეს და ახალ კომპანიას ძველთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა ქსელ პოპულის ყოფილ მაღაზიებში განთავსდება. იულის მაღაზიები კი მუშაობას იგივე სახელწოდებით გააგრძელებს. ჩვენ შევიძლით კომპანია $25 მილიონ, საიდანაც 40% უკვე გადახდილია და რამდენადაც ვიცით ეს თანხები მოხმარდა საბიუჯეტო და საფინანსო დავალიანებებს მოახმარა იოლმა და პოპულმა. დარჩენილი 40%-ის გადახდა გეგმის მიხედვით დაგეგმილია 2 წლის განმავლობაში და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სწორედ აი აქედან გამომდინარე აპირებს იოლი და პოპული დაფაროს დავალიანებები მომწოდებლების მიმართ. როგორც ფუდმარტში განმარტავენ არსებული ხელშეკრულების თანახმად, რომელიც კომპანიამ პოპულთან ქონების შესყიდვისას გააფორმა, იგი არ არის ვალდებული პოპულის მომწოდებლების დავალიანებები დაფაროს. თუმცა ფუდმარტი დათმობაზე მიდის და მომწოდებლებთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით მათ პარტნიორობის შემდეგ სქემას თავაზობს. მომწოდებლებთან ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება, თანამშრომლობის შემდეგ სქემას ვთავაზობთ მათ. დღეიდან დაიწყო თანამშრომლობა ჩვენთან და რა თქმა უნდა გაწერილი გრაფიკით იმ ვადებში, რაზეც შევთანხმდებით, მოხდება იმ პროდუქციის ღირებულების გადახდა გაწერილი ვადების მიხედვით, ხოლო ძველი დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება არის 2 წლის შემდეგ გაუსტუმროთ ძველი დავალიანების 70% ამ კომპანიებს. დანარჩენი 30% მათ შეუძლიათ მოთხოვონ ისევ ძველ კომპანიებს იოლსა და პოპულს. კომპანია ფუდმარტი მომავალი წლის ბოლომდე სხვადასხვა ინსტიტუტებიდან $20 მილიონი ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს, რასაც ქსელის განვითარებისათვის გამოიყენებს. უახლოეს 10 დღეში ის 52 მაღაზიას გახსნის. მომავალი წლიდან კი ახალ მაღაზიებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში კიდევ დაამატებს. რეკლამის შემდეგ რა უფრო ჭირდება სოფელს კოოპერატივი, როგორც ამას მთავრობა ირწმუნება, თუ დიდი ფული პრაქტიკა ჯერჯერობით აჩვენებს, რომ აგროწარმოებას მომგებიას მსხვილი ინვესტიცია ხდის, ხოლო კოოპერაცია ჯერ მომავლის პერსპექტივაა. აგრეთვე რატომ გაძვირდა ისევ ბენზინი, მაშინ როცა დაპირება გაიაფება იყო. იმპორტიორები ლარის კურსს იმიზეზებენ და თუ მთავრობის პროგნოზს ლართან მიმართებაში ვენდობით, მაშინ ფასმაც წესით მალე ისევ უნდა უკან დაიწიოს. დაგველოდეთ.